ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობა, ნაშრომები და დოკუმენტები დღემდე უცნობი მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ პირად არქივებში ინახებოდა. გრიგოლ რობაქიძის მოხსენება ქართული თეატრის შესახებ, ვახტანგ ჯობაძის ნაშრომები ტაო-კლარჯეთის ტაძრებზე და ალექსანდრე სულხანიშვილის პუბლიცისტური წერილები საქართველოზე. ქართველი ემიგრანტების პირადი მიმოწერა ეროვნული არქივის საცავებში. მარიკა სიხარულიძის რეპორტაჟი. გრიგოლ რობაქიძის მოხსენება 1933 წლის 22 ივლისით თარიღდება. ადგილი ბერლინი, ადრესატი საქართველო. ემიგრაციაში მყოფი ქართველი მწერალი მოხსენებაში ქართული თეატრის საქმიანობის შესახებ საუბრობს. 30-იან წლებში საქართველოდან ბერლინში მივლინებით წასული რობაქიძე სამშობლოში ვეღარ ბრუნდება და ის პოლიტიკური ემიგრანტი ხდება. მისი ნაშრომების, წერილებისა და დოკუმენტური მასალების დიდი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებით ნადგურდება. ეროვნული არქივი ემიგრანტი მწერლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მცირე მასალას ინახავს. რობაქიძის წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ კამპანია წამოიწყო, რომ იგი საბჭოთა ხელისუფლების მტერი იყო, გამოქვეყნდა სხვადასხვა წერილები გაზეთ კომუნისტში, გამოქვეყნდა ესეთი წერილი, რომ დაუნდობელი ბრძოლა კლასობრივ მტერს. ამიტომ მისი ყველა ნაშრომი, მისი ფოტოები, ყველაფერი იქნა განადგურებული. მასალები ემიგრაციაში მყოფი იმ ქართველების საქმიანობას ასახავს, რომლებმაც უარი უთხრეს საბჭოთა წყობას და მოღვაწეობა საზღვრებს გარეთ განაგრძეს. ვახტანგ ჯობაძე ემიგრანტი არქეოლოგია, რომელმაც ტაო-კლარჯეთის ქართული ტაძრები, მათი ფრესკები და წარწერები კალკის ფურცელზე აღბეჭდა. ნაშრომებში ის ძეგლებია დაფიქსირებული, რომელთაგან ბევრი დღეს უკვე განადგურებულია. ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი და ემიგრანტი პუბლიცისტი იყო, რომლის ნაშრომების ადრესატი საქართველოა. ეს ის ადამიანებია, რომლებმაც საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვერ მიიღეს არსებული წყობილება და საზღვრებს იქეთ შექმნეს ქართული კულტურა. ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან. ამას მოწმობს ის წერილობითი მასალა, რომლებიც არქივში ინახება. წერილებში აღწერილია ამერიკაში მყოფი ემიგრანტების მიმოწერა ევროპაში მცხოვრებ ქართველებთან. ბარათები 80-იანი წლებით თარიღდება. ბატონო ალექსანდრე, მივიღეთ თქვენი წერილი და წიგნით ჩემი მოგონებანი. უზომოდ გავიხარე. რა კარგია, რომ დამყარდა ჩვენ შორის ნაცნობობა. მე თქვენ გიცნობ შორიდან, როგორც ჩვენი მებრძოლი მამულიშვილის ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლს. გამარჯობა ალექსანდრე, ჩვენ ორივე იდეოლოგიურად ერთნი ვართ. ეხლა ახლოვდება ილიას დაბადების 150 წლის იუბილე და ალბათ დიდ ილიას ბოლშევიკად გამოაცხადებენ იქ საქართველოში. აქ კი ევროპაში ალბათ მენშევიკად. 1948-57 წლებში საფრანგეთში, ქალაქ პარიზში, ქართველი ემიგრანტების ინიციატივით ქართული ჟურნალიც გამოდიოდა. ბედი ქართლისა თვეში ერთხელ გამოიცემოდა და მასში თავმოყრილი იყო ქართველი ემიგრანტების ნაშრომები და პუბლიცისტური წერილები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემა იყო ჟურნალი ბედი ქართლისა, სადაც თავს იყრიდა თითქმის ყველა ემიგრანტი ქართველი შემოქმედება და მათ თანამემამულეებს შესაძლებლობა ეძლეოდათ გაცნობოდნენ ამ შემოქმედებას, გამოითქვათ საკუთარი შეხედულებები, კრიტიკა, ან მოსაზრებები, ან მოწონება. ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობა, ნაშრომები და დოკუმენტები წლების განმავლობაში საზღვრებს გარეთ ოჯახებში ინახებოდა. დღეს კი საუკუნის მასალას ეროვნული არქივი ინახავს.